ხატია მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველი კითხვა ცხადია მექნება იმ პასუხზე, რომელიც ჰქონდა ხელისუფლებას სანქციებთან დაკავშირებით, ხო? სანქციებზე შეფასება მე მგონი ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია რა არის ამაზე პოლიტიკური წრეების გამოხმაურება. რას გვეტყვით თქვენ პასუხზე ხელისუფლების მხრიდან? აი რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი და როგორ ფიქრობთ, აი ვისთვის არის ეს გზავნილი, რომ დამასანქცირებთ, მე დავაწინაურებ, მივცემ კომპენსაციას და წარმოვადგენ ღირსების ორდენზე. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? მოგესალმებით. ეხლა გამართლებულ სტრატეგიულ ნაბიჯზე რომ არ მიუთითებს, რასაკვირველია, ეს არის ფაქტი. ეს არის რეჟიმის სახე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ რეჟიმს არ აქვს. რა თქმა უნდა, საკუთარი მსახურების თქვა გასამხნევებლად საჯაროდ მსგავსი გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი საერთოდ ხასი არ აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ხილებულია, რომელიც დასანქცირებულია, რომელიც პრაქტიკულად მონაწილეობდა ორგანიზებული ძალადობის და წამების აქტში და ეს ორგანიზებული ძალადობა და წამება იყო დაგეგმილი თავიდანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბიძინა ივანიშვილის დავალებით გომელაურის, ყობახიძის და ყველა იმ ადამიანის მიერ, ვინც სანქციებში მოხვდა და მოხვდება ამის შემდეგ. ამიტომ ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის სახე ამ ნაბიჯსაც. ანუ სხვა გამოსავალი ეხლა არ აქვს ყობახიძეს და ივანიშვილს, გარდა იმისა, რომ თქვათ იგივე გომელაურს, იგივე არ ვიცი ხა ეს გვარები რომ ჩამოთვალა იმ ადამიანებს, ვინც ეხლა ხო წარმოგიდგენიათ ამ ადამიანებს საერთოდ არავითარი ფასი ბიძინა ივანიშვილისთვის არ აქვს. მისთვის ჩვეულებრივი მსახურები არიან რეჟიმის და დარწმუნებული ვარ, ისევე მოისურვის, როგორც ძალიან ბევრი მოისროლა, ხო? ანუ ასეთი გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ და პრინციპში ჩვენ მათი გზავნილები აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ გასაგებად არის უკვე აღწერილი, რატომ არის მაგნიტსკის სიაში შეყვანილი, თქვა გომელაური და რატომ შევა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი და სხვა შორის მაგნიტსკის სია და ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება ამას და მეკითხება, მაგნიტსკის სიიდან ამოღება პრაქტიკულად არ ხდება. ხდება მხოლოდ სამი მიზეზით და ეს პირველი ეს არის ამერიკის ეროვნული ინტერესების გასამართლებლად, რაც რა თქმა უნდა, ეხლა გამორიცხულია გომელაურის და სხვა ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც მოხვდებიან, ეს არის გასამართლების შემდეგ ადამიანის და ეს არის გამოსწორების შემდეგ. ანუ ესეთი შემთხვევა არ ყოფილა და შესაბამისად ეს სანქციები, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია როგორც ევროპის კავშირთან, ასევე მომავალ ადმინისტრაციასთან, ამიტომ სრულიად წყვილია, სიცრუეზე დგას რეჟიმი, როდესაც ამბობს, რომ რაღაცა თითქოს ვიღაცის იმედი აქვს. შემდეგ ტრამპი მოვა, ტრამპის ადმინისტრაცია პირიქით. თუ სანქციები ედება ადამიანს, მაგნიტსკის სია რატომ არის გამორჩეული, რომ წამებისთვის აქტში პირდაპირ წერია ხატია დეკანოიძეა ჩვენი სტუმარი, ჩვენ მას დაუბრუნდებით შეძლების დაგვარად, საუბრობთ საკითხზე. კი ბატონო. რაღაც მომენტში არის მოდა ხატია, ახლა ისმის. პირველი თავი ეძღვნება წამებას პრეამბულის შემდეგ თვითონ ამ აქტში. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ აქტიდან ამოღება უბრალოდ არ არსებობს და საჯაროა ეს მაგნიტსკის სია, იმიტომ რომ ყველამ ნახოს იმ წამებლების და იმ ადამიანის უფლებების და კონვენციის დამრღვევათა სახელები და გვარები, ვინც არის ძალიან სერიოზული, წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას. გარდა ამისა, დასანქცირებულები არიან თქვენ იცით, ასევე დიდი ბრიტანეთის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ადამიანები, სხვა შორის ირონიულია ერთი რამ უნდა გითხრათ. ეხლა მე ვარ ქუთაისში. ქუთაისში იმართება დაკითხვა სასამართლო ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე. ამჯერად ჩემს მერე დაბარებულია ჩემი 19 წლის თანაშემწე, რომელსაც ედავებიან, რომ რაღაც ვიდეო გადაიღო, ძალადობის ვიდეო და ესე იგი იმის მაგივრად, რომ ეს ადამიანები სანქციები დაედოთ ამ ადამიანებს, აი ამის საპასუხოდ იბარებენ ახალგაზრდებს ისევე, თქვათ, აი ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე და არ უნდა დაგვაუწყოს, რომ სანქციები ასევე არჩევნების გაყალბებაზეც არის დადებული. გასაგებია, ხატია ერთი კითხვა მექნება თქვენთან მიაქცევით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სანქციები და მათ შორის მაგნიტსკის სია და რომელიც გაიზრდება და რა თქმა უნდა ესია ამ სიაში არ იქნება მხოლოდ გომელაური, ეს არის რეალურად ორგანიზებული წამების წინასწარ დაგეგმილი წამების
ძალიან მკვეთრად გამოხატული, ასე ვთქვათ, ნიშანი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობასთან ერთად. გასაგებია. ხათი ერთი კითხვა მექნება თქვენთან, თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და დღეს ოცნების პრემიერს კობახიძეს ჰქონდა ესეთი ახსნა, რომ ეს ყველაფერი იყო პასუხი, ანუ ის განცხადება, რომელსაც ზურაბიშვილი პროვოკაციულს უწოდებს, ეს განცხადება იყო პასუხი Deep State-ისთვის, რომელიც უსამართლოდ მოქმედებსო საქართველოს მიმართ და არ უხსენებია თუ არ ვცდები გლობალური ომის პარტია, ამის შემდეგ ანუ გადავიდა, რომ ანუ პარტიის შემდეგ ის უკვე Deep State-ს ახსენებს. აი, რასთან გვაქვს საქმე? თუ შეგიძლია ამაზე რო გითხრა, რამდენიმე სიტყვა საერთოდ და რა იქნება ამის შემდეგ, ხო, იმიტომ რომ ვითარება არის მართლაც უჩვეულო, უპრეცედენტო, პირველად საქართველოს ისტორიაში არის შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ სხვა პირი, რომელიც მაგნიტსკის-ით არის სანქცირებული და ის რაც აწი მოხდება, ესეც უჩვეულოა, ხო? აი, თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ პროცესის შეუქცევადობაზე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნები გამოდიან და ასევე პარლამენტების დონეზე იღებენ განცხადებებს, რომ კიდევ სხვა პირების სანქცირებაც უნდა მოხდეს, მათ შორის იყო ნახსენები პირდაპირ ივანიშვილი. რა იქნება ამის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხალხის, უბრალოდ ხალხის, ქართველი ხალხის მონაპოვარი იმ ახალგაზრდების, ვინც აწამა სწორედ რეჟიმმა, რის გამოც დასანქცირებულები არიან, რაც არ უნდა რეჟიმმა გადასცეს ღირსების ორდენი, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და ამ წამების ამსახველ მასალას ვერავინ ვერ გააქრობს. მათ შორის პირდაპირ ეთერში სიცოცხლის განზრახ მოსპობის მასალას, ანუ რომელიც მაგალითად ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო განხორციელებული. ამიტომ რაც არ უნდა ილაპარაკოს რეჟიმმა, ეს არის მხოლოდ რეჟიმის საცოდაობის სახე. კი, რეჟიმი დგას ესეთ ადამიანებზე, აი არ ვიცი, ხა ვინც ჩამოთვალა რომ რაღაც ფულს მივცემთ და ღირსების ორდენებს დაურიგებთ, რომელიც რავი ჩვეულებრივად მათი ასევე რეალური უსუსურობის ნიშანია, მაგრამ შეუქცევადობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თქვათ ერთი თვის წინ, როდესაც არჩევნები გააყალბეს, ადამიანების დამოკიდებულებას ხედავდით, რომ იყო არაერთგვაროვანი, ბევრს არ ჯეროდა ბევრი არ იყო ძალიან პოზიტიურად განწყობილი, მათ შორის ფრუსტრაცია იყო, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ ამ ახალგაზრდების წამების სიცოცხლის რისკის და ძალიან სერიოზული ბრძოლის შედეგია ის, რომ ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც ქართულ ოცნებას არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს, უფრო მეტიც ქართული ოცნება ლეგიტიმაციის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს და ეს სანქციები, რომელიც გაგრძელდება პრაქტიკულად იქნება შეუქცევადი პროცესის ნაწილი და პარალელური, უფრო სწორად, იმიტომ რომ სანამ არ იქნება ივანიშვილის გარეშე ახალი არჩევნები და რეჟიმის გარეშე ახალი არჩევნები და სანამ არ განთავისუფლებიან, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი არ განთავისუფლდება, ვინც წარმოადგენს ნაწამები, ნაგვები ახალგაზრდები და პოლიტიკური პატივძევლები არიან ივანიშვილის, აქ უბრალოდ სხვა პროცესის დაწყებაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ეს არის მე არადროს არ მერიდება. ხო, ანუ თქვენ ახლა რას გულისხმობთ, რომ აი მიშელი ორის ვერსია, ან არანაირი შეთავაზება არ გამოვა სხვათა შორის, აი რუსულ კანონთან დაკავშირებით ხატია რისი თქმა შეგიძლიათ ის სიგნალები, რასაც უშვებს ხელისუფლება, რაზე მიუთითებს, ანუ რა ტიპის სიგნალებია ეს, ასევე ჩვენ ნახეთ ბესეს განცხადებაც ამასთან დაკავშირებით და თვითონ კობახიძე, რომელიც ლაპარაკობდა, რომ რაღაც გარკვეულ დიალოგზე ლაპარაკობდა მომავალი კვირისთვის 4 პარტიის უფროსებს ახსენებდა ის და აქვე შემდეგ უკვე ახსენა Deep State-ის საკითხი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა არის თქვენი და თქვენი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია? რა შეიძლება ვნახოთ ჩვენ, რა ტიპის პროცესები თუნდაც შემდეგ კვირაში? მე შემიძლია ჩემი სახელით გითხრათ მხოლოდ ერთი რამ, რომ რეჟიმთან დიალოგი არის პირველ რიგში იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული იქნება და არც ვფიქრობ, რომ საერთოდ რამე დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი, იმიტომ რომ ნებისმიერი განცხადება რაღაც რუსული კანონის, რა ვიცი, უკან წაღება თუ რაღაცა რეჟიმის მიერ შემოთავაზებული რეფორმები, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლობა, კიდევ ერთხელ ამბობ, ფარისევლობა რეჟიმის მხრიდან და ჩვენ ესეთი ვიხილეთ, მათ შორის კი მიშელის შეთანხმება, რომელიც დახია ქართულმა ოცნებამ და ასევე ყველა ის შემდგომი ნაბიჯი, რომელიც არის უფრო უარესი და უარესი. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, ეხლა ნამდვილად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი გენერალური მდივნის რაღაც კონკრეტულ განცხადებებს. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება
შეჯერებულია იმაზე, რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება და იმისთვის, რომ საქართველოს ყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და ქართული ხალხის ნება იყოს აღსრულებული, ამისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად. მაგრამ ახალი არჩევნები რეჟიმის პირობებში, ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში, ამ პირობებში, როდესაც სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ყავს დასანქცირებული მაგნიტსკის სიაში შეყვანილი. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს პოლიცია საერთოდ ლეგიტიმურია? ანუ რაიმე სახის ლეგიტიმაცია გააჩნია, ანუ გომელაურის უწყებას, რომელიც ბანდერლოგების ფარულად გადაიქცა და ორგანიზებული წამებისთვის შეიყვანეს მაგნიტსკის სიაში. არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში ესეთი ფაქტი. და მე არც მახსენდება რუსეთის და რაღაცა დიქტატორული ქვეყნების გარდა, რომ მართლაც პოლიციის უმაღლესი წარმომადგენელი სამოქალაქო თუ ასე ვთქვათ, სამხრიანი ადამიანი ყოფილიყოს მაგნიტსკის სიაში. აუცილებლად უნდა ვთქვათ დაკავებულებთან დაკავშირებით, ანუ აი რა პროცესი მიდის ახლა და როდესაც ხელისუფლება რაღაც, არ ვიცი, ბევრია და ალბათ ძალიან დიდი ჯგუფისთვის, ადამიანებისთვის ეს მოჩვენებითი პროცესია, იმიტომ რომ რომელ დათმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც დღესაც აი დასმულ კითხვაზე კობახიძე ამბობს, რომ 15 დღე გავა და ისედაც გამოვლენო ეს ადამიანებიო ახალ წლამდე, მაგრამ სისხლს რაც ეს მათ არ შეეხებათ, ვინც სისხლით არის დაკავებული და ჩვენ ეს განვუმარტეთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ხო? ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის სწორედ ეს, აი სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლების და დაკავებულების გათავისუფლება, რაზეც პასუხი მოისმინა საზოგადოებამ და ესეც ხსნის ხო რეალურად ამ ვითარების სირთულეს, ანუ რეალურად რა ტიპის დიალოგის მომხრე არის ახლა ხელისუფლება. არავითარი დიალოგი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილისგან ამის დავალება კობახიძეს არ აქვს, არალეგიტიმურია რეჟიმი და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ როდესაც ვინმე ჩაფიქრდება რაიმე სახის დიალოგზე, უნდა გაგვახსენდეს თუ რატომ ასანქცირებენ ამ ადამიანებს. ამ ადამიანებს ასანქცირებენ წამების, ორგანიზებული წამების გამო და მე ყველას ვთხოვდი, რომ წაიკითხოთ მაგნიტსკის სიის აქტის ყველა ის ნაწილი, თუ რას შეეხება ეს სანქციები. ამიტომ ასევე არ დაგვავიწყოს ჩვენებები, რომელიც არის ამ ადამიანების მიერ ადვოკატების მხრიდან გამოტანილი, ხო, ეს ეხება ძალადობას, წამებას, არ ვიცი, სექსუალური ძალადობის მუხარას, ჩამარხვის, ცოცხლად ჩამარხვის მუხარას. ეს ყველაფერი ხო არ გამქრალა, უკაცრავად ვინ დაისაჯა, რომელი პოლიციელი დაისაჯა, რომელი ნიღბიანი დაისაჯა, რომელი თანამდებობის პირი დაისაჯა, უფრო მეტიც ერთის მხრიდან დიალოგზე საუბრობს და მეორეს მხრიდან დასანქცირებულ ადამიანებს ღირსების ორდენს გადავცემთ. ამიტომ ეს ყველაფერი არის რეჟიმის უსუსურობა და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დაპატიმრებული ადამიანების წამება, ძალადობა და ის თუ როგორ აღიქვავს საერთაშორისო სააპარო ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. დიდი მადლობა ხატია, დაგემშვიდობები.